სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. მათეს 6:21. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა იმისთვის, რომ ქართველებს სწორად დაენახა ცხოვრების საზრისი და ჭეშმარიტად ქრისტიანული მარადიული ღირებულებებით ემართა მისი ამქვეყნიური და მარადიული არსებობა. ჭეშმარიტად ქრისტიან ადამიანს არსებობის ორიენტირად აღებული ჰქონდა ღმერთი და მარადიულობა. იგი კარგად ხედავდა ამ ქვეყნიური არსებობის დასასრულს საკუთარ ცხოვრებაში, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამ ქვეყნიური აღსასრულით მისი არსებობა არ მთავრდებოდა. ამიტომ იგი უფლის სიტყვიდან გამომდინარე ცდილობდა ეცხოვრა ისე, რომ კეისრისთვის მიეცა კეისრისა და ღმერთისთვის ღმრთისა. მისი ცხოვრების წესი იყო ეძიებდე პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ყოველივეს მადლიერებით იღებდა მისგან მიწიერსაც და სეციერსაც. მისთვის ბედნიერება იყო მარადიული სიხარული, რომელსაც ის ღმერთთან მარადისობაში ეძიებდა და არა ამ ქვეყნიურ სიამოვნებაში, რომელიც სიკვდილთან ერთად ისექრება როგორც საპნის ბუშტი. ყველა ადამიანი ეძებს სიხარულს, რადგან ღმერთმა ისინი სიხარულისთვის შექმნა. ტანჯვა და ტკივილი კი ცოდვა მოუტანა მას. და რა იყო ეს ცოდვა? ღვთის სიტყვის არ დაჯერება, აღთქმის დარღვევა, მისი გადასვლა. კონკრეტულად კი აკრძალული ნაყოფის ჭამა. ჭამაში გამოვლინდა ურჩობა და წინააღმდეგობა, რომელიც თავის თავში მოიცავდა სიამოვნებას და თავდავიწყებას. სწორედ სიამოვნება და თავდავიწყება ის სუროგატი, რამაც შეცვალა ნეტარება. სიტყვა სიამოვნება გვიჩვენებს მის ბუნებას, სიამესა და ვნებას. მეამა, მაგრამ მევნო. იგი არის დროში დასრულებული მოქმედება. გააჩნია საწყისი და ბოლო. ანუ დროშია მოკეტილი მისი არსებობა. ხოლო სიტყვა ნეტარება კი გვიჩვენებს ნეტარისაკენ სვლას. ნეტარება არის უსასრულოდ ღმრთისაკენ სწრაფა, მისკენ სვლა. ყოველთვის მისი ძიება და ამ ძიებაში მარადიული მოძრაობა და სიცოცხლე. ამიტომ ადამიანისთვის ბუნებრივია ნეტარება და არა სიამოვნება. იგი იბადება მარადიულობაში და ცხოვრობს უსასრულოდ. ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება არის უსასრულო არსებობის ის პატარა მონაკვეთი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი უსასრულო არსებობის სახეს. ამიტომ ამბობს უფალი, მე ვარ გზა და ჭეშმარიტება. ქართულ ენაში სიტყვა ბედნიერება გამოხატავს ადამიანის სიხარულის უმაღლეს ხარისს. არის ნეტარების სინონიმი და მას იტევს მხოლოდ მარადიულობა და უსასრულობა. სიამოვნებას არ შეუძლია დაიტიოს ბედნიერება, რადგან სიამოვნება დროშია განსაზღვრული და ამ ქვეყნიური არსებობის დამთავრებასთან ერთად ისიც მთავრდება. სიამოვნების უმაღლეს ხარისს წარმოადგენს სიტყვა ფუფუნება. და ეს სიტყვაც ისე როგორც სიამოვნება გამოხატავს მის მავნებელ და მყრალ ბუნებას ფუფუს, ანუ ადამიანის ბინძურ და მყრალ ნებას. ასე რომ, თუ კი ადამიანი ამ ქვეყნიურში ეძიებს ბედნიერებას, იგი ვერ იპოვის მას. ადამიანს ამ ქვეყნიურში შეუძლია მხოლოდ ფუფუნების მოპოვება, საკუთარი თავისუფალი ნების, ბინძური, მყრალი და ცოდვისმიერი გამოხატვით. მივედით იქამდე, რომ ადამიანმა თავისუფალი ნებით უნდა აირჩიოს, რა არის მისთვის მთავარი: უსასრულო ბედნიერება მარადიულობაში, თუ ამ ქვეყნიური სიამოვნება და ფუფუნება დაბადებიდან გარდაცვალებამდე, რომელსაც შემდგომ მოჰყვება უსასრულო ტანჯვა მარადიულობაში, იმის გაცნობიერებით, თუ რა არასწორად გამოიყენა მისი თავისუფალი ნება, რის გამოც მან უარყო ღმერთი და დაიმკვიდრა უღმერთო მარადიულობა ჯოჯოხეთი. ყველას აქვს თავისუფალი ნება აირჩიოს რაც სურს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოს ის, რასაც გვეუბნება ღმერთი მოციქული სპირით. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის. დაუბრუნდეთ იმას, თუ რითი დაეცა ადამიანი. ურჩობით, რომელიც გამოიხატა აკრძალული ხილის ჭამაში. დავსვათ კითხვა, რატომ შეჭამა ადამიანმა აკრძალული ნაყოფი?
იმიტომ რომ შიოდა? არა, რადგან სამოთხეში მათ ჰქონდათ საჭმელი და შეეძლოთ ჭამა. მას რატომ მიიღო აკრძალული ნაყოფი? მოიხიბლა, აღეძრა ცნობის მოყვარეობა, შეჭამა და ეს სიამოვნა, რამაც გამოიწვია სიამისა და ვნების გაბატონება ადამიანში, რომლის შედეგიც იყო სიკვდილი. სიკვდილის სულიერი რაც არის ღმერთის დავიწყება, მისგან განშორება და სიკვდილი ფიზიკური, ანუ ფიზიკურად უხრწნელი ბუნების დაკარგვა და ხრწნადობაზე დაქვემდებარება. ხრწნადობის გავლენის ქვეშ მყოფი ჩვენი სხეული, ჩვენი გარსი, ანუ გარი არსი, მოითხოვს განახლებას იმ ნივთიერებებისა, რასაც ვკარგავთ ჩვენი ხრწნადობის გამო, რომელსაც შემდეგ ვღებულობთ საკვების სახით. საკვების მიღება ჩვენს დაცემულ მდგომარეობაში აუცილებელია ფიზიკური არსებობის გარკვეული დროით შესანარჩუნებლად. ამ დროში უნდა მოხდეს ჩვენი სულის, ანუ შინაარსის სწორად წარმართვა და რეალიზაცია, რომ მოხდეს უკუპროცესი და სწორად წარმართულმა სულმა დაიბრუნოს ღმერთთან ერთობა, უხრწნელება და ნეტარება. დღეს ადამიანის მტერს, მის წარსაწმენდელად და დასაღუპავად, ორი უძლიერესი იარაღი უჭირავს ხელში: შიმშილი და ფუფუნება. დახვეწილად იყენებს მათ ადამიანის თავისუფალი ნების დასამორჩილებლად, მის დასამონებლად. მშიერ ადამიანს არ აინტერესებს სიამოვნება, მას სჭირდება შიმშილის დაკმაყოფილება. ადამიანს, რომელსაც ნორმალურად აქვს დაკმაყოფილებული შიმშილის გრძნობა, იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ შეუძლია სწორად მიაგოს კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა. მაგრამ ადამიანის ცხოვრების მტერი ებრძვის მის ასეთ მდგომარეობაში მოყვანას. ამიტომ არის, რომ ჩვენ ქვეყანაში ებრძვიან საშუალო ფენის არსებობას, იმ ფენისას, რომელსაც იმედი აქვს, რომ ოჯახს თავისი პატიოსანი შრომით და ღმერთისადმი მადლიერებით დააპურებს. ბოროტი ყოველთვის ცდილობს ან ღმერთი გამორიცხოს ადამიანის ცხოვრებიდან, ან საჭმელი. საბჭოთა წყობილებამ ასე თუ ისე დააპურა ადამიანი, მაგრამ ღმერთი პირდაპირ გამოურიცხა და დააგმობია, ხოლო ვინც არ დაგმო ფიზიკურად გაანადგურა. დღეს არსებული წყობილება კი არ უშლის წამდეთ ღმერთი, მაგრამ იმის საშუალებას აღარ აძლევს ადამიანს, რომ მატერიალური ცხოვრების მინიმალური პირობები ექნეს ღმერთის უარყოფის გარეშე. ამიტომ მიემსგავსა ჩვენიერი იმერს, რომელიც პირით ადიდებს ღმერთს, გულით კი განშორებულია მისგან. ნორმალურად ნასაზრდოები და ღმერთის გულით მადიდებელი ადამიანის მართვა და დაღუპვა ძალიან უძნელდება დემონს. როდესაც კვება გადადის ფიზიკურად საარსებო ზღვარს, ადამიანში იწყება სიამოვნებისაკენ სწრაფვა. იღვიძებს გემოთმოყვარეობა, სასატკბილობა, რასაც მოძდევს ნაყროვანება და სიამოვნება. ხოლო ამ უკანასკნელის სიჭარბისაგან იღვიძებს სიძვამრუშობის მნება, რაც შემდეგ ფაზებში გადადის გარყვნილების სხვადასხვა სახეებში, რითაც ადამიანი მოსწრაფებით იღუპავს თავის სულს და სხეულს. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ ადამიანის ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად აუცილებელი პირობა არის ჭამა და არა სექსი. სექსუალური ურთიერთობა არ წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელ პირობას. იგი ღვთისგან დადგენილ ნორმალურ ფარგლებში არის ადამიანის მოდგმის ამქვეყნიური გამრავლების საშუალება, ხოლო მისი ნორმალური ფარგლებიდან გასვლა, მამათმავლობა, ლესბოსელობა, ბისექსუალობა, ტრანსგენდერობა და სხვა დამახინჯებული ფორმები არის უკიდურესი გარყვნილება და უკიდურესი განდგომა ღმრთისაგან, რაც არის ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, რომელსაც დღეს კაცობრიობა უწოდებს დემოკრატიასა და თავისუფლებას. სწორედ ამ დემოკრატიასა და თავისუფლებას ემსახურება გლობალიზაციის წვდიათში მოქცეული ქვეყნების ხელისუფლებები. საქართველოს ხელისუფლებას ძალაუფლებად ხელში უჭირავს კანონები, რომლითაც ბოლოს უღებენ საქართველოში ახალგაზრდობის წმინდა მომავალს, მათ ღმერთისაგან სვლას და ცხონებას. კანონები, რომლითაც ამართლებენ ორი საშინელი იარაღის შიმშილისა და გარყვნილების გამოყენებას. ურჩხულის კანონები, რომელსაც
უწმინდესმა უკანონობის დაკანონება უწოდა. ნამდვილად ურჩხული იმზადებს ამ ქვეყანაზე ღმერთობის ტახტს, მისთვის სასურველი უკანონობის დაკანონებით. ურჩხული გველეშაპი სატანის სახეა. ადამიანის წარმოსახვაში იგი ძალადობის, უსამართლობისა და ჩაგვრის სიმბოლოა, რომელიც მათ სარჩოს აბადებელს ართმევს. ყველასთვის ცნობილია ზღაპრებში მოყვანილი ურჩხული, რომელიც ხალხს წყალს არ აძლევს, ვიდრე ისინი თავიანთ შვილებს არ შესწირავენ მას მსხვერპლად. საქართველოს ხელისუფალნი კომუნისტური წყობილებიდან მოყოლებული დღევანდელი ხელისუფლების ჩათვლით მცირე გამონაკლისის გარდა, სწორედ რომ მსოფლიო მრავალთავიანი ურჩხულის ერთი თავია, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის ამ ქვეყნიური ფუფუნების მოსაპოვებლად არინდობენ საკუთარი ქვეყნის შვილებს. ურჩხული ტირანიის სიმბოლოა. ტირანია არათავისუფალ თავისმოხვეულ და ძალადობრივ მმართველობას ნიშნავს. როდესაც ხელისუფლება ხალხის ინტერესებს კი არ ითვალისწინებს, არამედ მას საკუთარ ნება-სურვილებს ახვევს თავს. ტირანიისა და ფაშიზმის მეც ვერაფერს უწოდებთ იმ რეალობას, რაშიც დღეს ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობა და მათ შორის მართლმადიდებელთა უმრავლესობის ის ნაწილი, რომლებიც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობენ თანამედროვე ელექტრონული მმართველობის საშუალებებზე, რაც რეალურად ადამიანის ელექტრონულ კონტროლს წარმოადგენს. ხელისუფლება კი ძალადობს მათზე, დევნის, ჩაგრავს და შიმშილით სიკვდილის შიშით აიძულებს ელექტრონული საბუთების აღებას. მინდა გაგახსენოთ 2005 წელს ევროკავშირის კომისიის სამეცნიერო ეთიკისა და ახალ ტექნოლოგიებში ევროპული ჯგუფის ნომერი 20 დადგენილების სიტყვები. თანამედროვე საზოგადოება პირისპირ დადგა იმ ცვლილებების წინაშე, რომელიც უნდა განხორციელდეს ადამიანებზე. ვიდეო მეთვალყურეობის და ბიომეტრიის, აგრეთვე ადამიანის სხეულში ჩანერგილი სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობების, კანქვეშა ჩიპებისა და შტრიხ-კოდების საშუალებით დაკვირვებისას დადგინდა, რომ ადამიანის პიროვნება განიცდის ცვლილებას და გარდაიქმნება ქსელურ არსებად. ასეთ ადამიანებს ყოველთვის უნდა ექნეთ შესაძლებლობა დროდადრო მიიღონ გადაადგილების ჩვევებისა და კონტაქტების ნების დამთველი სიგნალი, რომლებიც დაქვემდებარებული იქნება კონტროლსა და შეფასებაზე. მან უნდა შეცვალოს ადამიანის ავტონომიის მნიშვნელობა და შინაარსი. უნდა განვავითაროთ სხეულის ტექნოლოგიები და შევცვალოთ სხეულზე ზრუნვის კონცეფციები. ჩვენ საზოგადოებაში სხეული არის ბიომასალა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს. ყველაფერი ეს გვაუწყებს პოსტადამიანური კიბერნეტიკული სხეულის შექმნას, რაც მიგვიყვანს ადამიანური რასის ტრანსფორმაციამდე. სატანა ვერ ქმნის ვერაფერს, მას არ აქვს ამის ძალა. შეუძლია მხოლოდ ღმერთის ქმნილება დაამახინჯოს, გახადოს ხელოვნური, დაიმორჩილოს ელექტრონული მართვის საშუალებით, გადააქციოს ადამიანი ბიოლოგიურ რობოტად, დაამყაროს ტექნოტრონული მმართველობა, მიაღწიოს სრულ ძალაუფლებას დედამიწაზე და გამოაცხადოს თავი ღმერთად. ამ დადგენილების ფონზე გაცნობებთ 2014 წლის მარტში საინფორმაციო საშუალებების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას სათაურით მთავრობა ელექტრონული მმართველობის განვითარებას იწყებს. სადაც გვაუწყეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობის სახელმწიფო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ კომისიის წევრებს 2014-2018 წლების სამოქმედო გეგმა და სტრატეგია ციფრული საქართველო გააცნო, რომელიც 11 პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს. კომისიის მიზანია ქვეყანაში საინფორმაციო, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სისტემების მეშვეობით ელექტრონული მმართველობის განხორციელების საკითხების კოორდინირება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. იუსტიციის მინისტრმა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ 2016 წლამდე ვიზა ლიბერალიზაციამდე მისთვის როგორც იუსტიციის მინისტრისათვის ორი მნიშვნელოვანი საქმე იქნება გასაკეთებელი. შესაცვლელი კანონები,
გასაუმჯობესებელი და დასახვეცი კანონები და ბიომეტრიული დოკუმენტებით არაბიომეტრიული დოკუმენტების ჩანაცვლება. მან თქვა, რომ თუ ეს ჩანაცვლება არ მოხერხდება, საზღვრებს ევროკავშირი ვერ გაგვიხსნის იმისთვის, რომ ქართველებმა თავიანთი პასპორტით იქნება ეს თუ ID ბარათით უპრობლემოდ იარონ ევროპაში. სამწუხაროა, მაგრამ თურმე ევროკავშირთან ურთიერთობისათვის მხოლოდ საქართველოსთვის არის აუცილებელი პირობა ID-ზაცია. სატანას თუ სიცრუის მამა ჰქვია, საქართველოს ხელისუფლებას და მათ შორის კონკრეტულად იუსტიციის მინისტრს თია წულუკიანს სიცრუის დედას დავარქმევდი, რომელიც კოჰაბიტაციაში იმყოფება მასთან. საქართველოში ბევრს საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვასა და ამ უფლებების დარღვევებზე. თუ ასეთი ძნელი დასანახია ის ფაქტი, რომ რელიგიურ საფუძველზე დაყრდნობით ხდება საქართველოში იმ ადამიანთა უფლებების დარღვევა, ვისაც არ სურს ID ბარათების თუ ბიომეტრიული პასპორტების აღება. განა ადამიანთა უფლებების დარღვევა არაა ის ფაქტი, რომ ადამიანს შრომის, განათლების, სამედიცინო თუ საბანკო მომსახურეობის და ნებისმიერი სხვა ნორმალური განვითარების პირობები აქვს ჩამორთმეული. დღევანდელ დემოკრატიას საქართველოში მოაქვს გარყვნილთა და უღმერთოთა უფლებების დაცვა და ნამდვილად ღმერთის მორწმუნეთა არსებობის მინიმალური პირობების მზაკრულად და ძალადობით წართმევა. დღეს ახალ ფაზაში შევიდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა დისკრიმინაცია და ამას ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ხელს უწყობენ სასულიერო იერარქიის ის წარმომადგენლები, რომლებიც არ მიიჩნევენ ID ბარათების პრობლემას საგანგაშო საკითხად და მრევლს სიფხიზლისა და სიფრთხილისაკენ მოწოდების ნაცვლად ეუბნებიან, რომ აიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები. ეს იმის მსგავსია, როცა ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს და ექიმი კი ეუბნება, ნუ გეშინი არაფერი საშიში არ გჭირსო. რამ გამოიწვია სასულიერო პირთა ასეთი არასწორი აზროვნება და მოქმედება? რატომ ამბობენ შავზე თეთრს და თეთრზე კი შავს? რა უშლით ხელს, რომ სიმართლე უთხრან ერს? ეშინიათ? რისი ან ვისი უნდა ეშინოდეს ქრისტეს მხედარს? სამწუხაროდ ყველაფრის ეშინიათ, რადგან ღმერთის დაკარგვის აღარ ეშინიათ. ეშინიათ ამ ქვეყნიური პატივის, ქონების დაკარგვის, ზოგიერთს კი ხმელი პური რომ აქვს საჭმელად, იმის დაკარგვის ეშინია. ეს შიშები კი ურწმუნოების ბრალია. ასეთი სასულიერო პირების ხელში მყოფი ერიც ფშიშარაა. ფშიშარა კაცი კი ყველაფერზე ხელის მომწერია. ქართული საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა და სიმართლე ითქვა, საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფრონტზე დიდი განსაცდელები ელის. სამწუხაროდ არ ესმის საზოგადოებას, რომ სიცრუით ცხოვრებაზე დიდი განსაცდელი არ არსებობს. ტყუილით ცხოვრებას მოაქვს მარადიული უბედურება. სიკვდილის შიშის გამო ხდება სიმართლის დათმობა. ქართველ ხალხს აღარ ახსოვს ჩვენი წინაპრების სულის ფიცარზე დაწერილი სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. ერმა დაკარგა ქრისტიანობის სიღრმე და ამიტომ აღარ ესმის, რომ სახელოვანი სიკვდილი ქრისტესთვის, სიმართლისთვის, სიყვარულისთვის სიკვდილი მარადიული სიცოცხლეა სიმართლეში და სიყვარულში. უფალი ამბობს, ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და პოვოთ, ირეგდით და განგეღოთ თქვენ. რას ითხოვს დღეს ქართველი ადამიანი? ან რას ეძიებს, ან ვის კარზე აკაკუნებს? პირველად ითხოვს და ეძიებს სიამოვნებას და ფუფუნებას და აკაკუნებს გლობალიზაციის და მსოფლიოს წარწმენდელ მასონთა კარებს. უფალი კი გვეუბნება, პირველად ეძიებდე სასუფეველს ღვთისასაო. მამა შვილს რასაც აჭმევს, იგი ექნება საზრდოდ. სიმართლით კვებავ შვილს, სიმართლით გაიზრდება და მისთვის სიკვდილის შიში აღარ იარსებებს. სიცრუით კვებავ, მაშინ იგი სიცოცხლეშივე მკვდარი ეზიარება მარადიულ სიკვდილს. ყველაფრის შიშით შეწუნებული იარსებებს ამიერშიც და იმიერშიც. სიმართლე მწარე და მტკივნეულია, მაგრამ მართლმადიდებელისათვის ის აუცილებელია ისე როგორც განგრენით დასნეულებულისათვის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა. შიში ადამიანში გამოიწვია სიშიშვლემ. შემეშინდა
შიშველი რომ ვარ და დავიმალეო, პასუხობს უფალს ადამი. სიშიშვლე არის ფარველობის დაკარგვა. დაკარგვა იმისა, რაც გიფარავს. ადამიანმა სიცრუის მიღებით დაკარგა ღმერთის მიერ მინიჭებული წმინდა საფარველი. გახდა შიშის ველი და მიწიერს ამოეფარა. განიმოსა სიმართლე და შეიმოსა სიცრუე. ღვთაებრივი საფარველი მიწიერით შეცვალა. იმ დღიდან მოყოლებული მიწიერი საფარველით ვიფარავთ თავს და გვეშინია მისი დაკარგვის. დაცემის დღიდან დაწყებული სიცრუის ჭეშმარიტებად შერაცხვის საშუალებით ადამიანი უზრუნველყოფს თავის მიწიერ საფარველს, კომფორტსა და ფუფუნებას და ამ ქვეყნიური სიამოვნებისათვის ემსახურება სიცრუის მამას სატანას. უფალი კი ამბობს, არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა. შიში არის ორგვარი, ბოროტი და კეთილი. ბოროტია შიში, რომელიც ბადებს სიკვდილს, ხოლო შიში, რომელიც კლავს სიკვდილს, არის კეთილი. და მას ღმერთის შიში, ანუ მისი დაკარგვის, მისგან განშორების შიში ჰქვია, რომელიც შეიქმს სიყვარულს. ღმერთი ღრმა და ერთია, მარადიულია, მიუწვდომელია, ყოვლადძლიერია, ყოვლადსახიერია, საშინელია და თან მარადიულობაში განუსაზღვრელი სიცოცხლე და სიყვარულია. შიში დაკავშირებულია სირცხვილთან, სირცხვილი სინდისთან, სინდისი კი სიმშვიდესთან. ადამიანს, რომელსაც აქვს კეთილი შიში, წმინდაა მისი სინდისი, არის მშვიდი და არის ჭეშმარიტად თავისუფალი. ჭეშმარიტად მშვიდი ხარ მაშინ, როცა არ გაწუხებს სინდისი. სინდისი არ გაწუხებს, როცა წმინდა გაქვს იგი, მაგრამ არსებობს ცრუ სიმშვიდე. როდესაც ვითომ არ გაწუხებს სინდისი, ანუ როცა ხარ უსინდისო, როცა ცრუობ და ატყვილებ საკუთარ თავს, როცა ახშობ შენი სინდისის ხმას და სიცრუის გასამართლებლად სხვაშიც ნერგავს სიცრუეს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს სიმართლის თქმელი, რომ გამართლდეს შენი სიცრუე და მოიპოვო ცრუ თავისუფლება, რომ სიცრუეში გყავდეს საზოგადოება და სიცრუით მოიხვეჭო მათზე ძალაუფლება და ასე მოიპოვო ამ ქვეყნიური ვითომ თავისუფლება. თავისუფლება, რომელსაც ჯოჯოხეთის ტყვეობა ჰქვია. ამიტომ უნდა ვიქონიოთ კეთილი შიში, რომელიც ყოველთვის სიფხიზლეში ამყოფებს ჩვენს სინდისს. ის კი უშიშრად გვატარებს ჭეშმარიტი სიყვარულისაკენ და თავისუფლებისაკენ და შავზე არ გვათქმევინებს თეთრიაო. სწორედ უნდა განვსაზღვროთ, რა არის საშიში, რომ ცხონდეთ. აპოკალიფსი იმას არ გვეუბნება, რომ რიცხვი 666 არის საშიში. არამედ იმ დროზე მიგვითითებს, როდესაც ამ რიცხვითი ნიშნით მოხდება ადამიანის დანომრა. თან საყოველთაოდ გლობალურად ექნება ამ რიცხვს სიმბოლური სახე და ამ სიმბოლოთი დაუნიშნავი ადამიანი ვერ იყიდის და ვერ გაყიდის ვერაფერს. და რაითა არავის ხელეწიფებოდის სყიდად, ანუ განსყიდად, გარნა რომელსა აქუნდეს ბეჭედი, ანუ ნიშანი სახელისა მისისა, ანუ რიცხვის სახელისა მისისაი. აღიპყრან რიცხვი იგი მხეცისაი, რამე თუ რიცხვი კაცისაი არს, რიცხვი მისი 666. გამოცხადება 13:17-18. ამ რიცხვს იოანე ღვთისმეტყველმა უწოდა მხეცის რიცხვი, მისი ნიშანი. ამ რიცხვის როგორც სიმბოლური ნიშნის გლობალურად გამოყენება და ხალხის დანომრა მოგვასწავებს ანტიქრისტეს ამ ქვეყანაზე გაღმერთების მოახლოებას. მიგვანიშნებს დროზე, როდესაც მოხდება უკანონობის დაკანონება, ხალხის საყოველთაო განდგომა ღმერთისაგან, მათ მიერ ამ ქვეყნიური ფუფუნების არჩევა, სულიერ ზნეობრივი გარყნა და დაღუპვა, რისი მოწმენიც ვართ დღეს. ამიტომ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სიმბოლური რიცხვითი ნიშნის გამო არღებულობენ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, რიცხვი 666-ის კი არ ეშინიათ, როგორც ამას ცინიკურად გვიხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ზოგიერთი სასულიერო პირი და უნდათ რომ ეს ხალხი ფანატიკოსებად, უგნურებად და ჩამორჩენილებად გამოიყვანონ, არამედ ამ ხალხს
რომელთაც ქრისტესთვის ერთგულების და სამტკიცებლად სიკვდილისაც არ ეშინიათ, რელიგიური შეხედულებიდან გამომდინარე არ სურთ მხეცის რიცხვითი სიმბოლოთი იყოს დანიშნული მათი სახელები. ისინი გმობენ მხეცის რიცხვითი სიმბოლური ნიშნით დანომრილ სისტემას, რომლის არ მიღების შემთხვევაში ადამიანი რჩება საარსებო მინიმუმის გარეშე. ეს ადამიანები იდევნებიან რელიგიური შეხედულების გამო, რაც კონსტიტუციით დაუშვებელია. ისინი ხელისუფლებისაგან ითხოვენ ალტერნატიულ არაელექტრონულ და უშტრიხოდო საბუთებს. ხელისუფლება კი იგნორირებას უკეთებს მათ მოთხოვნას და ამის საფუძვლად იყენებს სინოდის გადაწყვეტილებას, თუმცა სინოდის განჩინება სრულიად არ იძლევა ამის საფუძველს. ხელისუფლება უხეშად თვითნებურად არღვევს კონსტიტუციას და ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დადებულ ხელშეკრულებას, ანუ კონკორდატს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. კანონი, რომელიც გზად და ხიდად დაეგო საქართველოში გარყვნილების აყვავებას და მართლმადიდებლური ეკლესიის დევნას. როცა ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, უნდა იცოდე, რომ მოგაკლდება ამ ქვეყნიური სიამენი. წარმოუდგენელია მით უმეტეს დღეს ერთდროულად იყო ფუფუნებაში და იყო ქრისტესთან. ქრისტემ გვანახა, რაზე გადის მისკენ მიმავალი გზა, მაგრამ აქ უნდა განვასხვაოთ, რა არის ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმუმი და რა არის ფუფუნება. ყველა ადამიანი იმის მიხედვით თუ რას ითხოვს ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან, სულიერ განვითარებას, ღმერთის ძიებას და მარადიულად მასთან ყოფნას, თუ ამ ქვეყნიურ სიამოვნებასა და ფუფუნებას, იწესებს ცხოვრების მინიმუმს. აქედან გამომდინარე კი განსაზღვრავს მის ბედნიერებასა თუ უბედურებას. ურწმუნოებაში მყოფი ბედნიერების მაძიებელი ქართველი ხალხი ადვილად ტყვილდება. ისეთ ღირებულებებს ანიჭებს პრიორიტეტს, რაც ანადგურებს საქართველოს როგორც ქვეყანას და ხალხს როგორც თვითმყოფად ერს. უფალმა თქვა, ნუ იუნჯებთ თქვენ საუნჯეთა ქვეყანასა ზედა, ხოლო თქვენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა. რამე თუ სადაც არ საუნჯე თქვენი, მუნცა იყოს გული თქვენი. მათეს 6:19-20-21. პირველ რიგში უფლის ეს სიტყვები სასულიერო პირთათვის უნდა იყოს გასაგები და მისაღები, რომ ხალხის სულამდე სიტყვით კი არა მხოლოდ საქმით უნდა მიიტანონ და ამტკიცონ იგი. სამწუხაროდ ხშირად მხოლოდ სიტყვები გვესმის სასულიერო პირთაგან, საქმით კი შორს არიან მისგან. სიტყვას ძალა აქვს მაშინ, როცა სიტყვა საქმით მტკიცდება. საქართველოში კი სიტყვასაც აღარ აქვს ფასი. საქმეზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლის მართვაც დემონებს აქვთ ხელში ჩაგდებული. თქვით სიცრუე ელექტრონული პირადობის მოწმობებზე, ველაქუცეთ ურჩხულს, დავათმობინეთ ხალხს ქრისტიანული სინდისი, ყველაფრის უფლება მივეცით დემონით შეპყრობილ ხელისუფლებას. შესაბამისად, შედეგად ვიმკით წელიწადში 280,000 ნააბორტალ ჩვილს, ამდენივე მკვლელ მშობელს, მალე ამ საშინელ მსხვერპლს გაამდიდრებენ ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივებით, ოჯახის დაგეგმარებით. უკვე მეორე წრესე. პირველი წრე 12 წლის წინას შეასრულეს, რაც ალბათ სამჯერ მაინც გაზრდის შვილების მკვლელი მშობლების რაოდენობას. კონტრაცეპტივების გამოყენება ღვთივკურთხეულ ქორწინებას მრუშობისა და მკვლელობის სარეცელად გადააქცევს. შედეგად ვიმკით კატაკლიზმებს, შიმშილს, ღალატს, სიძულვილს, პირფერობას, პედარასტიას, ქვეყნის დაშლას, განადგურებას და გლობალიზაციის დემონური სულის ჩამდგმელი ამერიკისა და ევროკავშირის დემოკრატიაზე დამონებას. იმ დემოკრატიისა, რომელიც მთელ მსოფლიოს მალე სოდომ გომორად გადააქცევს. იქამდე დაეცა ქართველ ხალხში ღმერთის რწმენა, რომ ანაკლიაში კაზანტიპის გარყვნილების ფესტივალს ვაწყობთ, სადაც ქართველ ქალებსა და ქალიშვილებს უფასოდ ეპატიჟებიან სულის წარსაწმედელად. რატომ წირავთ ჩვენი შვილების ცხონებას გაუმაძღარ, ლაჩარ ფარისეველს სატანის მსახურ ხელისუფლებებს და სამწუხაროდ მათ სამსახურში ჩამდგარ ზოგიერთ სასულიერო პირს? რატომ უნდა გადაიქცეს საქართველოს სოდომ გომორად?
მოვთხოვოთ პასუხი ჩვენ თავს, რატომ გვეშინია ხმის ამოღების. გავაღვიძოთ სინდისი, ყველამ ერთად გადავდგათ ნაბიჯის სიმართლისაკენ. ყველამ თავისი გასაკეთებელი გააკეთოს სიმართლის გამარჯვებაში. იქნებ ჭკუაზე მოვიდეს ეს საწოდავი ხელისუფლება, თორემ საქართველო და ქართველიერი გაბრწყინდება კი არა, ჯოჯოხეთის ფსკერში მოხვდება. წმინდანები როცა ბრწყინდებოდნენ სიტყვას და საქმეს ანახებდნენ უფალს ბრწყინვალეს და მერე აბწყინებდა მათ უფალი. არაკლია ქართველერს განსაცდელები, რომ გაარყიოს თავი და გამოვიდეს ამ წარსაწმედელი მდგომარეობიდან. მაგრამ როგორც ეტყობა მაინც და მაინც სიკვდილს უნდა ჩახედოს მთელმა ერმა თვალებში და ასეც მოხდება თუ არ შეწყდა ქართველი ხალხის ურწმუნოება. მორწმუნეობა არაა მხოლოდ ეკლესიაში შესვლა, სანთლის დანთება, აღსარება და ზიარება. მორწმუნეობა ნიშნავს საკუთარ თავში ეომო ყოველგვარ სიცრუესა და ცოდვას. არ დაემონო ვნებებს და არც სხვას მისცე უფლება რომ მოგატყვილოს, სიცრუით გამოგილაყოს ტვინი, ფუფუნებისა და კომფორტის დაპირებებში შიმშილით ამოგაძროს სული, ან სიკვდილის შიშით დაგათმობინოს ღმერთი და დაგმარხოს სამუდამოდ ჯოჯოხეთში. ხელი უნდა გავანძრიოთ, სარმაცები რომ ვართ, მიწას მიუბრუნდეთ და აღარ შეგვეშინდება შიმშილით სიკვდილის, მაგრამ სწორედ ამაშია ჩვენი უბედურება, შრომა აღარავის უნდა, ყველას სიცრუით პატიოსანის შრომისა და უფლის გარეშე უნდა მოიწყოს კომფორტი. ყველა ცდილობს ვიღაცის დაქცევისა და დაღუპვის ხარჯზე გაიხაროს ამ ქვეყანაზე. ხშირად გაგვიგონია, არავიღებ ბატონო მაგაიდი ბარაც, მაგრამ მაშინ გამოგიგზავნი მონასტერში ჩემს შიერ შვილებს და მირჩინე ისინიო. მე კი არ გირჩენ ჩემო კარგო შვილებს, გვერდში დამიდექი. ჩემთან ერთად ილოცე, თოხნე, ბარე, იშრომე, ოფლი და სისხლი დაღვარე და შენ თვითონ დააპურებ შენ ოჯახს. მაგრამ კომფორტი და ფუფუნება არ გექნება. გექნება ლუკმა ღვთისაგან და ღვთის დიდება. თუ ხართ თანახმა ამ პირობებზე, ჩემი თავი გენაცვალოთ. რაც მეტი ვიქნებით შრომელები და მლოცველები, მით უფრო გავძლიერდებით და გაბრწყინდება მაშინ საქართველოს შრომაშიც და ბრძოლაშიც. მაშინ ვეღარავინ გაბედავს გარყვნილების ფესტივალის მოწყობას, ვერავინ დაგვიკანონებს პედარასტიას. ღმერთმა გაგვინათლოს გონება, მოგცეს მხნეობა, რომ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს და ყველას გავცეთ საგადრისი პასუხი, რომ დამთავრდეს საქართველოში სიცრუისა და გარყვნილების თარეში. ღმერთმა გვიშველოს ჯოჯოხეთის მორევში ჩაყრილ და გადაცვენილ ქართველ ხალხს. ამინ.